მოგესალმებით, როგორც წინა გაკვეთილში დაგვიდით, ამ გაკვეთილში შევისწავლით ბულეტების დამატებას და ბულეტებზე მუშაობას. ამისათვის მოდით ჯერ პირველ რიგში დავამატოთ ახალი სლაიდი. შევიდეთ new slide-ის კონტექსტში. და მოვჭრით აერთებთან კონტექსტს. ნუ სათავრად მოდით დავაწეროთ ცია და შევდგეთ ბულეტებზე მუშაობას. ნუ თქვა სიტყვაზე ბულეტი. თქვა ბულეტი სამს აქვს ხოლმე ჩამონათვალე, თქვა. What კიდე სხვა ბულეტ ორს აქვს კიდე ჩამოვთვალე და ვწვეთ enter tabs. ტაბით არის ეს შემოწელები შეგნით, ანუ ბულეტ სამს ხო აქვს ჩამოვთვალე სამი სხვა ბულეტი, ერთი სხვა ბულეტი ორი. ამისათვის ბულეტი სამი ესე დავაჭრეთ mouse enter-ით და ტაბით უკვე შემოდის ეს შიგნით. ნუ სხვა ბულეტ ორს თქვა ყავს რაღაცა მეორე მესამე თუ მოვჭით უკვე ქვებულეტები, ასე ვთქვათ, ქვებულეტების ჩამოთვლას, ამისთვის დავაჭრით shift tabs, გადავდივართ უკვე ზედა ბულეტის დონეზე და კიდე shift tabs დავაჭრეთ და გადავდივართ უკვე საწყის ბულეტის დონეზე. მე ბულეტი მესამე 3 იყო და თქვა თავზე დავწეროთ ბულეტი 4. არსებობს კიდე სხვანაირი ბულეტების, აი აქ ბულეტების ჩამონათვალს დავაწვევით. ამოვიჩოთ მათ ტიპებს. დიზაინს, ასე ვთქვათ. პროცესს თქვა. ჩამოვშალოთ. აი აქ არის სხვადასხვა დიზაინის ბულეტები. ასევე რიცხვითი ბულეტების არის დანამდვილი, ასე ვთქვათ. ამბანით და ასევე კიდე ჩვენ ნახეთ, რომ შემოვადგენთ უკვე 3 სლაიდის გვერდი და რომ გადავიდეთ view-ში და outline view-ში დავაჭროთ. ნახოთ ამ სამივე გვერდის ინფორმაციას. თუ ჩვენ გვინდა რაიმე ინფორმაციის შესვლა ნებისმიერ სლაიდში, არის საჭირო რომ დავაჭიროთ მარჯვენა მხარის სლაიდის გვერდზე. ამისათვის მარტივად შესაძლებელი არის დავაჭიროთ თვითონ აქეთ outline view-ების ტექსტში და თქვა თონზე პროდუქტი არის მას შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. სხვა მეტი ბულეტებზე მგონი არაფერი არ შეიძლება რომ ითქვას, მოდით ეს outline view გავუთიშოთ და დავაყენოთ normal view-ზე. სხვა ბულეტებთან წესით მოდი არაფერი არ არის სამყარო. ეს კოდით. აქ დღეისათვის უკვე ყოფა.